ცით რა სხვაობაა ქართველებსა და გრუზინებს შორის? გრუზინებისთვის პატრიოტიზმი მხოლოდ სუფრაზე მჯიღისცემა და სპორტულ შეჯიბრებებზე გულშემატკივრობაა. ქართველებისთვის კი პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და თავისუფლებისათვის მუდმივი ბრძოლაა. გრუზინებისთვის არ არსებობს სამყაროში არაფერი, რისთვისაც პირადი კეთილდღეობის გარისკვა ღირს და ვინც ამას აკეთებს, მისთვის სულელია. ქართველები კი თავიანთ შვილებს არ ხოტოს უმღერდნენ სიტყვებით შენს მტერს შამაკლა, შენს მკერდზედ დამაძინაო. გრუზინისთვის სამშობლო საკუთარი კარის ზღურბლზე იწყება და მთავრდება, ხოლო ქართველებისთვის სამშობლოა ყველა მიწის ნაგლეჯი, სადაც ქართული სისხლი დაღვრილა. გრუზინისთვის თავისუფლება სასაცილო და საქილიკო სიტყვაა, მონობა, ლაქიაობა და პირფერობა კი მისი ცხოვრების წესია. გრუზინისთვის მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქართველი სულით და გულით რუსი სტალინია, ხოლო ქართველებისთვის ამავე სტალინის მიერ მოკლული თუ რეპრესირებული ქაგუსა ჩოლოყაშვილი, პავლო იაშვილი თუ მიხეილ ჯავახიშვილია. გრუზინისთვის ჭეშმარიტება და სიმართლე ისაა, რასაც ბატონი ეტყვის. ქართველებისთვის კი ერთადერთი ბატონი უფალია, შესაბამისად არასოდეს ეგუებიან უსამართლობასა და ჩაგვრას. გრუზინები საკუთარი კუჭის კარნახით ცხოვრობენ და მოქმედებენ. ქართველები კი საკუთარ გულს უსმენენ, რომელიც სამშობლოსთვის უძგერთ. ქართველები არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ საკუთარი სამშობლოს ოჯახის თუ ღირსების დასაცავად. გრუზინ კაცებს კი გათხოვების ეშინიათ. და ბოლოს, გრუზინებსა და ქართველებს შორის განსხვავების ყველაზე კარგი ილუსტრაცია ამ ორი უცხოელი სიტყვებია. ერთი რუსი პოეტი ლერმონტოვია, რომელიც ქართულ მებრძოლებს ასე ახასიათებდა: ნიდოლგა პროდолжался бой. Бежали робкие грузины. მეორე კი პოლონელი მოგზაური თადეუშ კრეშინსკია, რომელიც ამავე ქართულ მებრძოლებს ამ სიტყვებით აღწერდა: სპარსელები დიაცნი არიან ავღანებთან შედარებით, მაგრამ ავღანი დიაცნი არიან ქართველებთან შედარებით. და რომელი ხართ თქვენ, გრუზინი თუ ქართველი?